გამარჯობა, მოგძანდით. ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ნივთი საერთოდ სახლში. მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული ამ ინსტრუმენტთან. I see trees of green, red roses too. აქ არის მთელი ჩემი არქივი, აქ კიდე ნაწილია. ნახეთ, ეს ბებია ჩემი განსაკუთრებულად უხდება აი ამას. ჩემი დიპლომები, ჩემი თუ კი რამე ფესტივალზე გამოსულა და მიმღერია და არ მიმღერია, ყველაფერი შენახულია ბებია ჩემს. რადგან არ ვიცი. ჩემი ბიძაშვილი სახში, რომელიც ახლა იმალება და აუცილებლად გამოყვანილად. ამ ბოლო დროს ასე ევროვიზიის პროექტში შევიდა, ძალიან დაგადასტურთული არის და სახში ძალიან გვიან მოდის და გადააღლიდა. ამიტომ შედარებით ურთიერთობა ნაკლებად, მაგრამ ადრე ისე გიშლი ხოლმე ნება? არა, მაგამდეც მივალ რომ ასე არის. ძალიან ენერგიული, ხალისიანი, არ უყვარს აი ეს უბრალოდ ჯდომა და შემდეგ ყოველთვის მოძრაობს, რაღაც ხუმრობა უყვარს და არ არის ეს. სულ მეუბნება ხოლმე რა, აი 21 წლის ხარ, აი ამხელა გოგო ხარ, როგორ შეიძლება ესეთი პატარა ბავშვი იქცევას სულ დამცინეს ხომ? ძალიან ენერგიული და მართლა რომ მოწყენი რო იყო, იმიტომ რომ გამოგაცოცხლებ და სიცოცხლის იმზე მოგიმართებს. ავიცი, მე როგორც ჩემი გულიდან მინდა რომ სუპირბოლ გაგულზე გავიდეს. მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება რა. მე ამის მჯერა და ჩვენ უბრალოდ იმდენად ისეთი შეკრულები ვართ თვითონ ჯგუფი და იმდენს მუშაობთ ერთად. ყველაზე კარგად ვიცით ჩვენი მინუსები რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მინუსებზე მუშაობთ რომ რაღაც გამოვასწოროთ ყველაფერი და იყოს იდეალურად ყველაფერი. საქმეს თქვათ რასაც მე ვერ ვასწრებთ რაღაც გასაკეთებთ. აი ჩემი მეგობრებიც, ჩემი ცხოვრებით ცხოვრობენ, რომ აბა რამე ხო არ გჭირდება და ყველა ჩართულია ამ ამბავში. ვარ ძალიან ბედნიერი. სოფო არის ბასტი ბუბუელის ყველა მიცის და ანუ ძალიან პატარა იყო ბასტი ბუბუ სტუდიაში რომ მოვიდა და აი პირველივე მოსვლიდან ძალიან შოკში ჩაგვაგდო, იმიტომ რომ აი ძალიან პატარა იყო, დაჯდა ფორტეპიანოსთან, დაუკრა, იმღერა, თქვა რომ მე თვითონაც ვწერ სიმღერებსო და თავისი დაწერილი სიმღერები მოგვასმენინა. ნუ ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის, რომ აი ბასტი ბუბუს ბავშვები იზრდებიან, არიან წარმატებულები და კიდე უფრო სასიხარულოა, რომ აი ეს გაზრდილი ბავშვები მოდიან და ჩვენთან უკვე პედაგოგებად იწყებენ მუშაობას. სოფო არის ძალიან პუნქტუალური, ყოველთვის ყველაფერს კარგად აკეთებს. უყვარს ძალიან მუშაობა ბავშვებთან, კარგად მუშაობს, გვასწავლის იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. და ყოველთვის სოფოსგან გაკეთებული ყველაფერი, ანუ რაზეც მუშაობს, ყოველთვის საბოლოოდ კარგად თავდება. თუ გინდა დღე წარმატები დაიწყო, მაშინ მოწყენა უნდა გაივიწყო. უნდა გაივიწყო. არი ფიქრო თვითონს რომ მარტო ხარ, იცოდე ხელს გიწყი, ყოველთვის მახსოვ ხარ. და იცნობ რომ მე შენთან ვარ, ჩვენ ერთად ვარ, მოვა გეყვირო. სამეგობრია. თავის ასაკთან შედარებით, ანუ სულ ჩვენ ხელა და ძალიან მხიარულია. ანუ არა მარტო სიმღერის გარეთ რაც ხდება ჩვენთან ესეც ის ყველაფერი. ჩვენი მეგობრები. მე მონაწილეობდი ევროვიზიის შესარჩევ შიდა კონკურსში და
მასალების შესატანად სოფო მახლდა, როცა წავედით პირველი არხის შენობაში. და მაშინ რაც გაირკვა რომ სოფოტორო შეიძლება წარადგენ საქართველოს, მაგ როგორი განცდა, იცი რომ თითქოს საქართველოს ნაკრები გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება საქართველოს. ყოველთვის გულშემატკივრობდი, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანას ევროვიზიაზე, მაგრამ წელს მაგ ორმაგი ნერვიულობაც, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი გადის. მოვიდი კონსერვატორიაში, ცოტა დამაგვიანდა ლექციაზე, მაგრამ მე მგონი რომ შეგვიშოვენ და ნახოთ რა ხდება შეგვით. ამას ეხლა დროებით ოქტავით მომდარებ რა. იბატო. იბატო. მასას ფორმისთვის ჯორდან ხო ეხლა თავიდან